მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით წყალტუბოში, იმერეთის ერთ-ერთ ისტორიულ და ზოგისთვის ნოსტალგიურ კურორტზე. აქ ვეწვევით საქართველოში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ უდიდეს წარმოებელ ჰერბიას, თუმცა მანამდე დავათვალიეროთ წყალტუბოს სანატორიუმები. წავედით. ავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი წყალტუბოს შესახებ. წყალტუბო ეს არის ისტორიული კურორტი, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო მინერალური წყლებით და უნიკალური საბჭოთა ეპოქის არქიტექტურით. წყალტუბოს მთავარი სიმდიდრეა მისი თბილი რადონული წყლები, რომლის ტემპერატურა 33-35 გრადუსია. ეს წყალი გამოიყენება სამკურნალოდ, ეხმარება სახსრებს, ნერვულ სისტემას, ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას. სწორედ ამიტომ წყალტუბო იყო საბჭოთა კავშირში დიდი მიზიდულობის ცენტრი, ელიტური საკურორტო ზონა, ათეულობით სანატორიუმით, ყოველდღიურად ათასობით დამსვენებლით. აქ ისვენებდნენ საბჭოთა მაღალი თანამდებობის პირებიც, სტალინი, ხრუშოვი, ბრეჟნევი, შევარდნაძე და ასე შემდეგ. დღეს სამწუხაროდ ბევრი შენობა მიტოვებულია, მაგრამ წყალტუბო მაინც ინარჩუნებს უნიკალურ ატმოსფეროს. ეს ადგილი, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, შეიძლება გახდეს საქართველოს და რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი კურორტი. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ მიზანს, გაჩვენოთ და მოგიყვეთ თუ როგორ მოდის მწვანილი მიწიდან თქვენს სუფრამდე. მანამდე კი ტრადიციულად გადავხედოთ მწვანილი სტატისტიკას. ყოველწლიურად საქართველოს 8500 ტონამდე მწვანილს აწარმოებს. მწვანილის ძირითადი მწარმოებელია იმერეთის რეგიონი, სადაც ხდება როგორც სათბურში, ასევე ღია გრუნტზე მწვანილის წარმოება. საბოლოო ჯამში საქართველოში მწვანილი უბრალოდ ინგრედიენტი არ არის. ეს არის კულტურა და გემო, რომელიც უნიკალურს ხდის ქართულ სამზარეულოს. როგორ უნდა მოიქცე ისიც არ იცი. დილის მწვანილის საღამოს მწვანილი. აიღე და ბარე ბოსტონში დამაბი. მოკლედ მეგობრებო, გადმოვინაცვლეთ ჰერბიას უკვე სასათბურე და საწარმოო ზონაში. მოკლედ ბატონო ზურა, აბა სად მივდივართ ახლა და რა უნდა ვნახოთ? ესე დავტოვეთ ლოკაცია კერა ეთნო ჯგუფი. კი ბატონო. დავტოვეთ ეს ლოკაცია, სადაც სოფლის ევოლუციის მუზეუმია, მაგრამ ის შემადგენელი აგროტურების კუთხით არის ეს მხარე, სადაც 15 ჰექტარ ფართობზე განთავსებული გვაქვს სასათბურე მეურნეობა, რომელიც აგერ 20 წელია ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე იწარმოება მწვანილეული. რომელ მწვანილს აწარმოებთ, აი ძირითადად? ძირითადი ჩვენი კულტურები არის აქ მწვანილეული, ოხრახუში, კამა, გინძი, ნიახური და ასე შემდეგ ყველა სახეობა ჩვენვალი ბოსტნეული. ყველაზე გაყიდვა. ყველაფერი იყიდება ჩვენი ოღონდ და თავარია ვაწარმოოთ. მაშინ მოთხოვნადი რომელია? მოთხოვნადი ყველაზე მეტი რაოდენობა იყიდება გინძი, ოხრახუში. ეს ორი პირველი, მესამეზე რომელი დგას? მესამეზე კამა, მერე მოდის სალათები. აჰა, სალათის ფოთოლი. სალათის ფოთოლი, სხვადასხვანაირი 6 დასახელებისა გვაქვს და ახალი მეთოდი, რომელიც ჩვენ უკვე რამოდენიმე წელი აქტიურად ვამუშავებთ, ეს არის მიქსი, სადაც სალათის 5 სახეობა, რომელიც შერჩეული გვაქვს ქართული გემოვნებიდან გამომდინარე და მიკრო მოთხოვნებიდან ელემენტების სახით, რაც ადამიანის ორგანიზმს საჭიროება. ამასთან ერთად შეიქმნა მეორე სახის მიქსი, სადაც მონაწილეობს სალათის ფოთოლი, ხახვი, შემდეგ ოხრახუში და რუკოლა. ეს საკმაოდ საინტერესო მიქსი ჩამოყალიბდა ქართულ გემოვნებაში, ოღონდ გადმოვიტანეთ პირდაპირ გეტყვით მიმსგავსებული, რაც ხდება ევროპაში, გარეცხილის სახით და ჩვენი მომხმარებელი გარეცხვის გარეშე გემოვნებით ციცაკა და გემოვნებით მარილი. აი ხა ერთი რაღაც უნდა უთხრა. ვიდეოს ბოლოში გეტყვით მწვანილი უნდა გარეცხოთ თუ არა რა, დაგველოდით. აი თითო რიგი ბოლომდე რო გავხედოთ 350 მეტრი ასეთი 3 რიგი გვაქვს. აი აქ იწარმოება მწვანილეული ძირითადად. აი შემოვედით ახლა სათბურში. ეს ლოკაცია გაათვალისწინებული აქვს ბავშვებისათვის, სკოლის მოსწავლეებისათვის. ეს არის საჩითილე, ჭიქები. ჭიქები არის. ჩვენი სტუმრები, ბავშვები, მოდიან ჯგუფები, თვითონვე ჩარგავენ. ეს ტორფია, ხო? ტორფია, კი ბატონო, ტორფი არის, მომზადებული ტორფი. კი ბატონო, ეს აივსება. აი ჩარგავენ, ჩათესავენ აქ რომელიმეს, რაც მათ უნდა, ძირითადად
არის სალათები მოსწონს ბავშვებს, ჩათესავენ, ჩვენ ვასწავლეთ როგორ უნდა მოუვარონ ამას, აღმოვაცენონ და მოიტანონ რახა და ჩვენ უხდით ფულს. ფულსაც კი გამოიმუშავებენ ჩვენთან მოსული ბავშვები. ესე იგი ბავშვობიდანვე სწავლობენ უკვე მეწარმეობას. მეწარმეობას სწავლობენ ბავშვობიდან, აქ ავარ ჩვენც. თესვიდანო დაახლოებით 45-50 დღეში ვღებულობ ყველას არა, მაგრამ კინძი მაგალითად ყველაზე ადრეული პროდუქტია. მოხრახში გაცილებით მეტი 60 დღე ჭირდება დაახლოებით რომ მივიღოთ. მე უკვე ციკლი თავიდან იწყება, ხო? ტრიალებს, მუდმივად ტრიალებს. აი აქეთ ამ მხარეს ესე საჩვენებელი ნაწილი გვაქვს, სალათის ფოთლები არის. ეს რომელი ჯიშია, რა ქვია? აქ სხვადასხვა ლოლა როსა, ლოლა ბიონდა, აისბერგის ტიპის გვაქვს ბატავიას ტიპის და სხვადასხვა ტიპები არის, ბევრი სხვადასხვა. ყველაზე პოპულარული რომელია? ჩვენ მიქსში ბატავიას ტიპია ყველაზე მეტი. ეს სტანდარტული რაც ყველამ ვიცით, ხო? ხო, აი 5 ჭას რო ვეძახით, 5 ჭას რო ვეძახიან, აქა ის ჯიშები არის ძირითადად დაინტერესო და მნიშვნელობას ჩვენ ისე კი არა რომ ჩვენ ვანიჭებდეთ და მომხმარებელი იღებდეს, ჩვენი მომხმარებლისგან ყველაფერში მათი მონაწილეობის ვახდენთ ამა თუ იმ პროდუქტის დანერგვას. ჩვენ აქ არ ვაწარმოებთ ისეთ პროდუქტს, ისეთ კულტურებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკურენცია ჩვენი პარტნიორი ირგვლივ მყოფი ფერმერებისგან. 5000 ფერმერი, რომელიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობს, როგორც კი ჩვენ მათ იმსგავსებულ პროდუქტს დავუწყებთ. კულტივირებას იმ წუთშივე ეჭვიჩდება, რომ ჩვენ მათი კონკურენტები ხო არა ვართ. ჩვენ შევიმუშავეთ ეს იმუნიტეტი, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ისეთები, რომლებიც პირიქით მათ უნდა წაიღონ თავიანთი სიახლეებს თავად. ეს პომიდორი ჩერი არის. ჩვენ სხვა პომიდორს არ ვაწარმოებთ. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები, მეზობლები ამას აკეთებენ თავიანთ მეურნეობებში. მოდი მათ აწარმოონ ის ტრადიციული პომიდორი და ტრადიციული ისა, ჩვენ ვაწარმოებთ ჩერის სხვადასხვა სახეობას, მრავალსახეობას, რომლისგანაც ინტერესი ჩანს იმაში, რომ ჩვენი საწებლები გადამუშავებასაც ვახდენთ ჩვენ აქ მეურნეობაში, ჩვენს საწარმოში პესტოების სახით, იტალიური გემოები და ქართულები გავერთიანეთ ეგ ყველაფერში. გასინჯული მაქვს და ბატონო და ეს ყველაფერი ჩვენი პროდუქტით არის წარმოებული და იქ სადაც ფუძე არის ტომატი, სადაც არის მისი ფუძე, ყველგან გამოყენებული გვაქვს პომიდორი ჩერი. ჩერი. აქ ციცაკა გვაქვს. ხო, აქ ციცაკა არის, კი ბატონო, ხედავთ? ესეც ზუსტად ამ ნაწილისათვის, კი ბატონო. აქეთ იქნება ბადრიჯანი და სხვადასხვა სახეობის ხო, გარდა მწვანილისა, ეხლა ვთქვით, რომ ვაწარმოებთ პომიდორს, ჩერის, კიდე რას ვაწარმოებთ, ეგ რო ციცაკებს, რომელ ციცაკას? სხვადასხვა ბულგარულსაც და მწარე ციცაკებსაც, სხვადასხვა სახეობებს, კიტრი, პომიდორი გითხარით, ჩერი, ბადრიჯანი, გვექნება წელს ნესვი და გვექნება საზამთრო ბაღჩეულიდან. რა მაინტერესებს? სათბურის გარდა თუ აწარმოებთ ღია გრუნტზე? აუცილებლად ჩვენ იმის გამო, რომ აფხულის სეზონში, ივნის, ივლის, აგვისტოში საქართველოში პრაქტიკულად დახურულ გრუნტში არ იწარმოება პანილეული და დეფიციტის არ წარმოქმნისათვის ნამდვილად საჭირო გახდა ღია გრუნტის დამუშავება და ეს ტექნოლოგიები ჩვენ შევისწავლეთ. ესპანეთში, საუდის არაბეთშიც გახდით. ქვიშაზე მოყავთ. ხო, ეს იმიტომ რომ აგვისტო, ივლისი ჩვენთვისაც და იმ ქვეყნებისთვისაც ან მნიშვნელოვანი ცხელია. ისრაელში ბევრი მაგალითები ახეთ. აფრიკაში გახდით რამოდენიმე ქვეყანაში კიდე, სადაც მიმსგავსებული კლიმატი შეიძლება ყოფილიყო და შეგვესწავლა თუ როგორ შეიძლება ამ პერიოდში, ამ კრიტიკულ მომენტში ღია გრუნტში მოყვანა, წამოვიღეთ ეს ტექნოლოგიები და აქვე ახლოს 15 ჰექტარ ფართობზე გავასარწყავიან და მთელი ეს ფართობი საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიური, არანაკლებ ხარჯიანი იყო, ვიდრე ასეთ სათბურების მოწყობა. ეს ჭაბურღილებზე ხო, ჭაბურღილებზეც და მიწისქვეშა კომუნიკაციები, თავისი სარწყავი საირიგაციო სისტემებით, ისე სადრენაჟე სისტემებით და ასე და ასე შემდეგ და წვეთოვანი და სადრენაჟე ერთბაშად კი გავაკეთეთ. და ეს თქვათ აი როდის იწყებთ ღია გრუნტზე უკვე გადასვლას? ამინდები ჩვენ ახლა მომზადებული გვაქვს ნიადაგი და არ მოგვეცა უკვე ბოლო ერთი თვეა იმის საშუალება რომ დაგვეთესა, თორე ვაპირებდით ცოტა ადრე დათესვას. უკვე როგორც კი გამოამინდდება, მაშინვე გამზადებული გვაქვს ეს ღია გრუნტები იმისათვის რომ უკვე ღია გრუნტში კონდეს განაწილებული. აი აქ მისი გათბობა, ვენტილაციის თემები მოგვარებული, თვითონ სათბურიც ჩვენი შექმნილი არის ჩვენი ტექნოლოგიით. წამოვიღეთ სადრა საინტერესო იყო ჩვენი კლიმატისათვის. ცელოფნის პოლიეთილენის პარკიც და ფირიც კი ისრაელში შევაქმნევინეთ მორგებული ამ კლიმატისათვის. თუ რა კივები უნდა აირეკლოს, წაიღოს, გაატაროს და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ისე მიღება, რომ მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი. შემდეგ საირიგაციო სისტემა თავიდან ბოლომდე ბრაული არის. ხედავთ წვეთოვანი
მორწმუნე სისტემით სხვა გვაქვს, წვეთოვანი კიდე სხვა არის, თავისი ცენტრალური მართვის სისტემით, სადაც ნახევრად მექანიკურად, ნახევრად ტექნოლოგიურად ირწყვება ეკონომიასაც, წყლის ხარჯის ოპტიმალური. კი ბატონო, ესე ვახდენთ. რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას, მეტალი უკრაინული გვაქვს, ჩამკეტები ამერიკული, ეს არის ქართული მხოლოდ ადამიანებს რომლებსაც უხდება ესე თითო სათბურთან ჩავალა ჩვენ ეს მოიგონეთ ტექნოლოგია ქართულია ეგ. გადარჩენი არის უცხოური. სათესლე მასალა ძირითადად ჰოლანდია. თუ სადმე რაიმე აღმოვაჩინეთ ისეთ საინტერესო, ყველაფერს ჩამოვიტანეთ და ვფიქრობთ რომ მოვარგოთ აქაურობას და ჩვენს პარტნიორ ფერმერებს, რომელიც კონტრაქტით ჩვენთან თანამშრომლობს 500-ზე მეტი არის, მათ ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე და ანაზღაურების გარეშე უფასოდ მოემსახუროს ჩვენი წარმოადგენელი და ვაწარმოებინოთ ის პროდუქტი, რაც იქ სადაც ვერ ვავსებთ მოთხოვნებს ჩვენივე პროდუქტით, გამოვიყენოთ მათი პროდუქტი. ბატონო გოჩა, გამარჯობათ. გამარჯობათ. მოკლედ, თქვენ ხართ, ესე იგი, ჰერბიას მთავარი აგრონომი. კი. აი, რომ მოგვიყვეთ და ჩვენს მაყურებელს რო აუხსნათ, რა გზას გადის მარცვალი, სანამ ის ჩვენს უფრაზე მოხდება, თქვათ, ავიღოთ ქინძის მაგალითი. რამდენი დღე ჭირდება, თქვათ, რა პროცედურები უნდა გაიაროს, დაფასოებამდე სანამ მივიყვანთ, რა არის მნიშვნელოვანი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. აი, ეგ რომ მოგვიყვეთ, მოკლედ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სათესლე მასალა ავიღოთ, რაც შეიძლება საუკეთესო. აქედან გამომდინარე უკვე მივხედოთ ყველანაირი პროცესი ისეთნაირად, რომ ამ საუკეთესო მასალამ მოგცეს საუკეთესო შედეგი, საუკეთესო მოსავალი. აი, მანდ რა არის მნიშვნელოვანი სათესლე მასალაში, რა უნდა გავითვალისწინოთ? სათესლე მასალაში უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად ვადა, თვითონ თავის მახასიათებლები. როგორი მასალაა თვითონ, რა პირობებშია მისი გაზს დასაჭირო, როგორ პირობებში უნდა გავზარდოთ, თვითონ მასალა არის ვარგისიანი, თუ არა ვარგისიანი, თვითონ რა ჯიშის ის არის, რა ქვია, არის დაუშვათ კინძი, რომელიც ადგა და შეიძლება მოსავალი არ მოგცეს ისე. ეს ყველაფერი აუცილებელი და ისა მახასიათებლები იმ კომპანიამ უნდა მოგცეს, დაუშვათ, რომელ კომპანიიდანაც ჩვენ ამას ვღებულობთ აუცილებლად. აი შემდეგ აქ მიღებული მასალა, მიღებული მასალას ჩვენ ვამუშავებთ ნიადაგს. აი, ნიადაგის დამუშავება რით იწყება? დაუშვათ, უკვე წინა ციკლის მოსავალი აღებულია, აი, როგორ იწყებთ თავიდან? ვიწყებთ დახმით. დაიხნა, ვაფუერებთ ნიადაგს, ვაფუერებთ იმ დონეზე ნიადაგს, რომ იქ ჩადებული თესლი ადვილად განვითარდეს. ადვილად განვითარება თესლის რას ნიშნავს? უნდა დავთესოთ ისეთნაირად, რომ ერთმა მცენარე მეორე მცენარეს ხელი არ შეუშალოს. თუ ერთმანეთს ხელი შეუშლის, რომელიღაც ადგება ჩვეულებრივი სიცოცხლისათვის ბრძოლა. ერთმანეთში კონკურენციაშია. ერთი განვითარდეს შეიძლება კარგად, მეორე არ განვითარდება კარგად. შესაბამისად ადგა და მოსავლიანობასაც ხელი შეუშლის ეს. ამიტომ ის მცენარეც ისე უნდა იყოს ლამაზად ყოფთა დარგული, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, ფესთა სისტემაც კარგად განვითარდეს, მოვლაც ადვილად შეგვეძლოს, წყალიც ადვილად მივაწოდოთ და აღებაც ადვილად შევძლოთ. მიწის თქვათ მომზადების დროს რას იყენებ მიწის გასანოყიერებლად? ჩვენ განაყიერებული გვაქვს მიწაში, ვაროთ ორგანულ სასუქს. მხოლოდ ორგანულ სასუქს. ქიმიურ სასუქს არავითარ შემთხვევაში და იმ ორგანულ სასუქსაც 3 წელიწადში ერთხელ შემოგვაქვს დამწვარი ნაკელი და ის მოიყარა 3 წლის განმავლობაში არანაირი სასუქი არ შეგვაქვს პლანტაციაში. ის კი არა, როცა მცენარეს სარეველა ელევა, იმ სარეველას ამოღებაც და ხელით ხდება? აუცილებლად იქ არ შეიძლება არანაირი ქიმიური საშუალება. გამარგვლას აკეთებთ ესე. გამარგვლა. ეს მოსაცილებელია. ამას უკვე ვერ გამარგვლავ. ეს ამოსაღებია. ხელით უნდა მოშორდეს. რა თქმა უნდა. ჯერ არ დაგვირგია და უკვე სარეველა მოყვება. ესენი ასეთნაირად გასავლელი იქნება სრულყოლა და მისახედი. ესე იგი, მოკლედ მომზადდა მიწა, თქვათ იქ ორგანული ნაკელით განოყიერდა დაუშვათ. კი, ჩვენ მერე უკვე მოხდა თესვა. კი. ანუ შემდეგ რა პროცესი უნდა ვაკონტროლოთ? ანუ ყოველდღიური პროცესი რა არის თქვათ? მორწყვის პროცესი რო ადგეს და ესმა კარგად განვითარდეს. გარდა მაგისა, მოვლის პროცესი, როგორაც ახლა ვნახეთ, სარეველა არ შეჭამოს, არ გაგვიფუჭოს. ეს მექანიკური გამარგვლა ხელით კი ბატონო. და ირიგაცია. ვაკეთებთ ყოველდღიური შრომა, ვავდგეთ ხერხემად და მოსავალი მივიღოთ, რაც შეიძლება კარგი და კარგი. აი თქვათ ქინძის შემთხვევაში მარცვალის ჩადებიდან მიწაში რამდენი დღეა საჭირო, რომ საბოლოო პროდუქტი მივიღოთ? ეს ფეშვით კი არ იღება ჩვენთან. ფოთოლზე იკრიფება. იკრიფება. და ყოველ ორ კვირაში არის დასაკრეფი მერე. და დაახლოებით 45 დღე არის საჭირო ცესლი ჩადებიდან, რომ პირველი მოსავალი მივიღოთ.
ხო, კი ბატონო. ანუ პირველი მოსავალი ესე იგი 45 დღე და მე ყოველ ორ კვირაში ეს რაც არის ძირი უკვე, რაც რჩება, ის ახალ სიმაშვება. აი ზუსტად ამაშია. დამტრის პერიოდი დაახლოებით 10-12 ჯერ ხდება ერთ ძირიდან გადაკრება ფოთლის მოკლება. ეს პრაქტიკა აქ მოგონილია, ჩვენი კი არა, ზოგადად ამ კუთხეში მოგონილი, მაშინ როცა პრაქტიკაში არსებობდა ძირზე ყველაფერი პროდუქტი იჭრება ძირზე. სალათის ფოთოლს უკვე ნახულობთ ქსელში და შეფუთული არის ისა. ის ფოთოლგაცლი არ არის, მთელი ძირი არის ჩაჭრილი და ცუდი ფოთლები მოცილებული. მაგრამ ჩვენ ესე არ ვაკეთებთ, ჩვენ თითო ფოთოლს ვიღებთ, ვაცლით, რომ ახალი ფოთოლი შეივსოს მის ადგილს. და ესე იგი ერთი ძირიდან ეს ოხრახუში იქნება, კამა იქნება, კინძი იქნება, ნიახური იქნება, დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, ერთი სეზონის მანძილზე, ზამთრის სეზონზეა ლაპარაკი, სანამ აყვავებას არიწყებს უკვე ფიქრს მცენარე იმაზე, რომ თესლი წარმოშვა, სათესლე მასალა წარმოშვას, მთელი ზამთრის მანძილზე ვკრიფავთ 6 თვის მანძილზე ერთი ძირიდან დაახლოებით 10-12. ესე იგი, რომ შევაჯამოთ კინძის შემთხვევაში, მეგობრებო. ესე იგი, მარცვალი ჩავაგდეთ, 45 დღეში გაიზარდა და მივიდა იმ კონდიციამდე, რომ პირველი კრეფა გაკეთდა. მერე უკვე პირველი კრეფის მერე ყოველ ორ კვირაში ვაკეთებთ აი ესეთ მსგავს კრეფას, ანუ ძირს ტოვებ და იმ ძირიდან უკვე ახალი ამონაზარდები, რაც არის 6 თვის მანძილზე გვაძლევს საშუალებას, რომ იმ ძირიდან მივიღოთ მოსავალი. მერე 6 თვის მერე გადაახლება ხდება, ესე იგი. 6 თვის შემდეგ მოდის უკვე გაზაფხული პერიოდი ზუსტად, როცა უკვე მცენარე აპრილის თვეში, მაისის თვეში უკვე რაზე ფიქრობს, იცით? თავის თავმავლობის დატოვებაზე ფიქრობ. ესე იგი, იმ წუთშივე დაიწყო აყვავება და დაიწყო თესლ წარმოქმნაზე ფიქრი. იმ წუთშივე ეს პროდუქტი უკვე ჩვენთვის სასაქონლო ხასიათს აღარ არის, ჩვენ ვაჩერებთ ამის კრეფას, უკვე ამთავრებთ ამას ყველაფერს და ვიწყებთ მიწის დამუშავებას. გასაგებია. იქ უკვე იმ კინძში მაგალითად ამზადებთ, რომ ხახვი იყოს, ან სალათი იყოს, ან სხვა კულტურა იყოს. ხო, ეგ როტაციას განიცადოს და როტაციას მივაღწიოთ და მივიღოთ ის, რაზეც გვაქვს ჩვენ საუბარი. იქამდე რომ ზაფხულის პერიოდი როგორც გითხარით არის ძალიან კრიტიკული პერიოდი სათბურში ჩვენი ფერმერებიდან რომლებიც დაახლოებით 5000-ზე მეტი არის ჩვენს რეგიონში ჩვენს კუთხეში ჩვენს ირგვლივ ვაკა ყველა გადადის კიტრისა და პამიდურის წარმოებაზე ეს ის პერიოდია როცა ქართული პროდუქტი უკვე აჯერებს ბაზარს და ქართულ ბაზარზე იშვიათად რომ ნახოთ იმპორტული პროდუქტი აი ეს პერიოდია აი ახლა იწყება ეგ პერიოდი მაისის ბოლო ივნისი ივლისი აგვისტო დასრულდა მოსახლეობამ დაანება თავი უკვე შეწყდა კიდრის და პამიდურის წარმოება და დაიწყო მზადება აი ამ ყველაფრისა. ძირითადი ფინანსური შემოსავალი ჩვენი ფერმერებისათვის ირგვლივ არის მწვანილეული. ის დამატებითია, რადგან ახლა გელაპარაკებოდით კიდრის და პამიდურის სახით, იმიტომ რომ 60 თვიანი პერიოდია, რითაც დაწყის ფინანსურ რესურსებს იზიდავენ, რომ ნიადაგი მოამზადონ და დაიწყონ ახალ სეზონზე ფიქრი. მომზადება და ასე შემდეგ და ჩვენც იგივე პროცესს გავდივართ, რომ ჩვენ ნაკლებს შესავთ კიდრის და პამიდორს, იგივე პროდუქციას ვაბრუნებთ მწვანილის სახით, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ინტერესი არის მწვანილეულში. კი ბატონო. რომ ასე არა, ალბათ ისე მოიქცეოდით, მაგრამ რახან ისე ის ყველაფერი ასე ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული ჩვენი მომხმარებლის მიმართ, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ გვექნება მუდმივად მწვანილეული, მას მივამატებთ სეზონურად აი ამ პროდუქტებს. ამიტომ აქ გვინდა ჩვენ არ დავარღვიოთ ეს პირობა, მომხმარებელი ზუსტად იცის პირობითად ახალი კარტოფილი როდის არის, ახალი ჩვენი კიტრი როდის არის, ჩვენი ჩერი როდის შემოდის და ამის ლოდინში არიან. მწვანილის ციკლს ესე იგი არაჩერებთ. ჩვენ არ ვაჩერებთ. მთელი წელი 6 თვე გავიდა, თქვა კინძის შემთხვევაში, აი სალათის ფოთოლის შემთხვევაში როგორ ხდება? გავსია. ჩვენ მოვიგონეთ ხახვის დარგვის მეთოდი. ხახვის დარგვის მეთოდი ჩვენ მოვიგონეთ. აი ჩვენმა კომპანიამ მწვანე ხახვის არ გულისხმობ თავი ხახვის მისაღებად. მწვანე ხახვის მისაღებად ითესება ან ირგვებ. მაგრამ დარგვის პროცესში ჩვენი ფერმერები ტრადიციულად დაახლოებით 15-20 სანტიმეტრში გავდნენ ესე სათესლე ხახვი. კი, მცენარეთა შორის დაშორება. ჩვენ ეს შევაჩერეთ ხახვი ერთმანეთზე მიბჯენილი გვაქვს. შევამცირეთ ისა და შევამცირეთ იმის რისკი რომ მცენარის ფოთოლი ხახვის ფოთოლი მოხდეს ნიადაგთან. ანუ ესე იგი ერთმანეთს ეყრდნობიან. ხო, ეყრდნობიან ესე რომ წამოვიდეს. აი ხორუმში როა მეგობრებო ეგეთი ვარიანტია. ხორუმ წამოვიდეს და ჩვენაც ვიყენებთ რას, როგორც კი მივიდა კონდიციამდე უკვე ჩვენი მეგობრები და ჩვენი პარტნიორი ფერმერები და პრაქტიკა ესეთია, იღებენ მას ზირით, გაუფერთხავენ ძირს და ფოჩები ჩანს შეკრულ კონებში, ხო, გვინახავს ეგ. ჩვენ ესე არ ვაკეთებთ, ჩვენ არ ვჭრით მას, არ ვიღებთ ფესვით, იმას გადავჭრით, მოვაცილებთ და 2, 3, 4 ჯერ ვიღებთ
ერთი და იგივე ძირიდან მოსავალს მოიცა აკეთებს. ის რომ მოიჭრება ხახვის შემთხვევაში იგივე ხალხი ამოდის, იგივე რა პროდუქცია. პერიოდის მერე ამოდის ისიც 2 კვირა, 3 ორი კვირა, კვირა ისიც 2-3 კვირა ამინდებზე გააჩნია. და ესეც 6 თვე მუშაობს ისიც მთელი ზამთრის მანძილზე ვამუშავებ. ესე იგი რუკოლა, ქინძი გვაქვს, აგერ ისპანახიც გვაქვს. კი გვაქვს, კი არის კამა, ოხრახუში, ხუჭი და ოხრახუში ეს დეკორატიული. შენ ცნობ არომაძე, დაუ? გასწავლი. კიდე ერთი მაგალითი რომ აი როგორი ისა. არა მაგარი არომატია. ესე იგი მეგობრებო, საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ ესეთი რაღაც. პირველ რიგში ხდება სწორად თესლის არჩევა. აუცილებელი. ნიადაგის დამუშავება, ნიადაგი უნდა დამუშავდეს ისეთნაირად, რომ სცენარი ადვილად განვითარდეს შიგნით. ნახეთ, ეს სულფხვიერი ნიადაგი ისეთნაირად იმ დონეზე გვაქვს დამუშავებული, რომ სულფხვიერი ნიადაგი. შემდეგ მისი მოვლა. თვალსაჩინოება აგერ არის დარგული გვაქვს რამდენიმე ძის სხვადასხვა სცენარეულობა. ნახეთ, ის სარეველა წამოს, ეს სარეველა მოსაცილებელი აუცილებლად უნდა გამოვიყოთ, აუცილებლად უნდა გავათხელოთ ნათესები, მანეთში ხელი შესლა არ იყოს. და გარდა ამისა მნიშვნელოვანია მორწყვი. ახლა წარმოდგენილი გვაქვს მორწყვის ორი სისტემა. აქეთ ზევით არის ეს ბურები და აი სალათაზე ქვით ის წვეთოვანებია. წვეთოვანი სისტემა. წვეთოვანი სისტემა გაკეთებული. აი რა შემთხვევაში ვიყენებთ წვეთოვანს და რა შემთხვევაში დაწვევებას? ეს არის სცენარი, რომელიც გამოყვავს ჩითილები, ჩვენ გამოყვავს ჩითილები. ანუ სალათის ფოთოლი, ესე იგი, გადადის უკვე ისა ჩითილით ირგვება. კი ბატონო. აი ჩაულებრივ ასეთ კასეტებში, ან და გვაქვს კიდე კასეტების სხვა ფორმა, რომელშიც რამდენიმე იმაშობა, ჩაირგო, გაკეთა ესეთი რაღაცა. კი ბატონო. ჩაირგო შიგნით, შეივსო, დავდევით, წყავთ, უვლით, ყურადღებას ვაქცევთ აუცილებლად რომ რამე მე გაიზარდა ისეთი პატარა ზომის, ნახე როგორ პატარა ესენია, მოგვაქვს, გადმოგვაქვს და თავის ძირიან ფესვიანად და იმიანად, მიწიანად ვიღებთ აქედან და ვურკავთ იმაში. და აი ეს დაწვენების სისტემას როდის ხარობთ? იქ სადაც წვეთი მოდის. აჰა, გასაგები. გვერდზე იქვე რომ ადგეს და იმან მორწყობს. ანუ რაც ირგვება, ესე იგი წვეთოვანი სისტემით უნდა მოხდეს ირიგაცია. რაც ირგვება, წვეთოვანი სისტემით ხდება მისი. და მწვანილის შემთხვევაში უკვე დაწვიმების. ეგეც იმაზეა დამოკიდებული ახლა. ნიადაგი უნდა იყოს სველი, ნოტიო, ძალიან სველი ეს გუნდა უნდა იყრებოდეს, ხო? არა, ეს გუნდა არ შეიკრება, იმიტომ რომ აქ იმდანაც აქვს ჩვენ უკვე გაფშვერებული ნიადაგი და ისე კარგად აქვს გაფშვერებული ნიადაგი, რომ აქ გუნდა არ შეიკრება. არ შეიკრება. ამას ნახეთ, აი იქ მოჩანს, კარგად მოჩანს სისველე, ნიადაგის სისველე, ესე იგი ჯერჯერობით, ხო, ნაკლებადაა ახლა საჭირო მაგის მორწყვა ჯერჯერობით. და რა ტემპერატურაზე იზრდება ყველაზე აქტიურად? აი რა ტემპერატურა, მიკროკლიმატი როგორი უნდა შევინარჩუნოთ? ტემპერატურა, ტენი 22 გრადუსიდან 27-28 გრადუსამდე. მე მაღალი ტემპერატურა 30 გრადუსამდეც ადის შიგნით. ვთქვით რომ არ შეარავიდეს ტემპერატურა. იმიტომ რომ 32 გრადუსის და ზევით მე სცენარი განვითარებას წვეთს მithვა და საბათულს მაღლაივი და ის უკვე საერთოდ სპორტს. და ტენი რამდენი უნდა იყოს იდეალური ტენი რა არის დაუშვათ? ტენიანობაზე როგორც ვთქვა და თვალით ვსაზღვრავთ ჩვენ. მოვედით ახლა ვნახეთ ნიადაგი, ვიცი აღრიცხული მაქვს, დღეს მორწყე და უშუალოდ 3 დღის მერე მოვედი ვნახე ნიადაგი შევამოწმე, თუ იქ ადგა და ტენი არის ისევე, მაშინ არ ვწყავ. აი ჰაერის ტენიანობას მნიშვნელობა არ აქვს სათბურში. ჰაერის ტენიანობას პირიქით ჩვენ ზაფხულის პერიოდში განიავებული გვაქვს. ეგ ის ყველა რომ არ ტენი არ მეტი არ დაგროვდეს სათბურში იმის გულში რომ მე მოსავალი არ გაგვიფუჭდეს. არის იმისანა შემთხვევა რომ ოფსაც იღეთებს. ამიტომ მორწყვის დროს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ბევრი წყალია უნდა მიეწოდოს, წყალი უნდა მიეწოდოს ნორმალურად ისეთნაირად რომ შემდეგ თავისთავად ტემპერატურული მაჩვენებელი მაღალია. შეიძლება მოხდეს ისეთნაირად რომ ბევრი წყალი მივცეთ. ვერ მოხდეს მისი ავორთქლება, უცებ და შეიძლება ადგეს და სცენარი ან დაობდეს, ან საერთოდ გახმას. ფანჯრებით რეგულირდება ჟანგბადის და განიავებას. ბატონო გოჩა, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. აქ არ არის არანაირი სასუქისნაირი, როგორც ბატონო აზურაბმა აღნიშნა. ხარისხი მთავარი. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება სხვადასხვა ტექნოლოგიებით მართლა მიიღო ისეთი მოსავალი, რომ ადგეს და მაგრამ იგი ადგება და ისეთი არ იქნება, როგორც ჩვენ ვაძლევთ. გემრიელია ძალიან. ჩვენ კი, ანუ არომატიც გემოც ძალიან კარგია და მე პირადად მომხმარებელი ვარ ჰერბიას მწვანილის. მეგობრებო, ეხლა გადავინაცვლებთ საწარმოში, სადაც განახებთ როგორი ფუთება უკვე მწვანილი, სანამ ის მაღაზიის დახლებზე მოხდება და შემდეგ უკვე თქვენ სუფრაზე. მოკლედ მეგობრებო, ეხლა გადმოვინაცვლეთ საწარმოო ზონაში, სადაც ხდება მოყვანილი მოსავლის შეფუთვა. პირველ დაწყება პროცესი გაიაროს უნდა სპეციალურ კლიმატურ პირობებში და დაფასოვდეს, შეიფუთოს და ზაპროდუქციის საწყობში გადავიდეს და
წავიდეს მე ყოველ დღე გარდა შაბათი დღისა პროდუქტი მზადდება დილის 10 საათზე იწყება კრეფა სათბურებში, განმოდის მაცივრებში, სხვადასხვა მაცივარში. ესე დილით მოიკრიფა, გადმოვიდა მაცივარში, დაყონდა, დასტაბილდა. მერე შეხდება შეფუთვა, რასაც უყურებთ. შეხდება მაცივარში დაახლოებით. დაახლოებით 2-3 საათი არის საჭირო რომ დილით ხო დაიკრიფა დღეს. აი იმ დაფაზე არის პირველი წარწერა, სადაც მოდის ინფორმაციები 2-3 ლოკაციაზე. აი ამ ლოკაციაზე მოდის ინფორმაცია გუშინდელი შეკვეთა რომ დღეს უნდა მივიდეს ქსელში, უბრალოდ დღევანდელი ხარ რომ ქსელში მივიდეს. დილით 12 საათზე ფორმირდება ექსია ინფორმაცია. ერთი აქ მოდის შესაფუთ საწარმოში რომ აქაურებმა გაიგოს რა შეკვეთა გვაქვს ხვალინდელი დღისთვის. სათბურში მიდის ერთი სასათბურე მეურნეობაში და იმათიცია რა უნდა დაიკითხოს რა რაოდენობები, შეიკრიბა, დაფასოვდა, პროდუქციის საწყობში დაშევიდა, დაალაგდა, ღამე დაიტვირთა მანქანა 12 საათზე, 2 საათი მოანდომეთ ამ მანქანის დატვირთვას სხვადასხვა ლოკაციაზე, განსაკუთრებით თბილისი, ბათუმის ლოკაციაა ყველაზე მთავარი ლოკაცია და დილით 8 საათზე უნდა იყოს ქსელში გადანაწილებული იყო სხვა რეფრიჯერატორებში, პატარა რეფრიჯერატორებში, რომელიც დაახლოებით 25 ბორტი გვაქვს მთელი თბილისის მასშტაბით. გარდა ამისა, ამას ემატება სხვა ლოკაციები ბათუმში და სხვა საქართველოს სხვა კუთხეებში. რომ დღეს დაგრებილი მწვანილი და პროდუქცია ხვალ 8 საათზე დილით მოხდეს ძახს. ეხლა აქ არის +4-5 გრადუსი და შესაბამისი ტენიანობა დაცული, რაც ესაჭიროება მცენარე შენახული იქნას 60%-ის ფარგლებში დაახლოებით 60%-იან ფარგლებში. ხო, წყალი არ დაიკარგოს, ამაზე მე ტენიც არ ქონდეს მიღებული, რომ უკვე შემდგომ პროცესის შეფუთვის დროს არ მივიღოთ შიგით ან მომჭრარი და ასე შემდეგ. აი ეს არის გაივლის ამ 2 საათიან დაყოვნებას ამ სივრცეში. ესე იგი დაახლოებით 2 საათი ხომდება. 2-3 საათი დაახლოებით. სამაცივრე ნაწილში გებატონო აქ განიცდის პროდუქცია დაყოვნებას, რომ ტემპერატურა რაც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია რა არის ამის შენახვის დაწერია კიდეც +4-5 გრადუსი. 4-5 გრადუსი საიდანაც იწყება ეგ ყველაფერი და ამ პროცესით მიმდინარეობს ამ პროდუქტის ჩალაგება ყუთში. ყინულის ბრიკეტები ჩალაგდა შეგით ყუთშიც მიკროკლიმატი იქნება, სადაც დაახლოებით 200 წალი ესეთი შეფუთვა ლაგდება. შემდეგ ეს პროდუქტი გადადის საპროდუქციის საწყობში. საპროდუქციის საწყობიდან როგორც გითხარით, ღამის 12 საათიდან 2 საათამდე ჩაიტვირთება რეფრიჯერატორში, სადაც იგივე 4-5 გრადუსია დაცული. ეს მიდის ლოკაციებზე თბილისში და ასე შემდეგ. გადანაწილდა სადისტრიბუციო მანქანებში, სადაც იგივე ტემპერატურაა დაცული 4-5 გრადუსი. შედის აქედან წასული ქსელურ მარკეტებში და ჩვენ კუნძულებზე, ჩვენს დახლებზე, ჩვენს მაცივრებში იქაც 4-5 გრადუსია დაცული და მოხმარებელი, რომელიც პროდუქციას იღებს იმ ტემპერატურაზე, რომ ეს ჩვენ ყველაფერი ნორმა დაცული გვაქვს, თუ კი ის დროულად ვიტანს თავის საყოფაცხოვრებო დანიშნულების მაცივარში და იქაც შეინახავს 4-5 გრადუსზე, როგორცაა საყოფაცხოვრებოს ისა, დაახლოებით 2 კვირის მანძილზე ასეთ ფორმით ცოცხალის სახით ექნება წარმოდგენილი. ეს შეფუთული რომ დავდო მაცივარში 4-5 გრადუსზე 2 კვირა გაძლევს. კი ბატონო. თუ სწორადაა, იქამდე მიტან. თუ დროზე მივიტანთ სახლამდე და მივიტანთ საყოფაცხოვრებო მაცივამდე დროულად 2 კვირის მანძილზე ამ ფორმაში იქნება. სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ვემუშავებით და თანერგილი გვაქვს 2011 წლის შემდეგ გლობალგების სტანდარტი. ჰასპი, გეოგაპი, ესენი ყველაფერს გვეუბნებიან იმაზე, რაც მნიშვნელოვანია, მიკვლევადობის პრინციპი იქნა სწორად დაცული და მიკვლევადობა ზუსტად იმ ჩანაწერებზე, რასაც ჩვენ იდენტიფიცირებას ვიძახოდით, რომ ყველა სათბურის დაბადების ფაქტ მოწმობასავით წარმოშობილი თქო, აი ზუსტად ისია. აი ახლა რომ მოინდომოთ თქვენ ეს რომელ სათბურშია დაკრებილი თქვენ კი რა დღეს ზუსტად ცნობილი არის დღევანდელ დღეს, აი ამ დღეს გამოშვების დღეს, რომელ სათბურში დაიკრიფა და რომ საჭირო გახდეს დავიფაროს ღმერთმა გამოწვევის აუცილებლობა, პარტიამ მთლიანად უნდა მოიხსნას. პრობლემა არ იქნება მაგას. ეს გაკეთებულა კიდე სატესტო. ეხლა აქედან, აი იქედან გამოტანილი კინძი არის, კინძი ფასოვდება, წონიან, ფასოვებენ და ბოლოში გადის უკვე შეფუთული სახით დათვლილი არის ჩალაგებული შიგით, რომ ეს 200 ცალი პირობითად გუდვილის ამა თუ იმ ქსელში, ამ კარპურის ან რომელიღაც ქსელში შეიტანოს და დათვლა აღარ ჭირდება. აქ თავისთავად ისიც ალაპარაკოს, მაგრამ გადამოწვევა ხდება, რომ წუმდებულები არ მოყვა შიგნით. ესეც ქართული ინოვაცია. ესეც ჩვენია, ესეც ჩვენია, იმიტომ რომ ეს თემაც იშვიათი არის, მაინც რომ ვინმე აკეთებდეს, იმიტომ ზედმეტი ხარჯია, ზედმეტი თემა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მაინც იმას, რომ ზუსტად იმ ფორმით მივიდეს და იმ სახით ჩვენს მოხმარებელთან, როგორც აწყისია თავის საქმე გააკეთოს. ახლა მიმდინარეობს მზის პანელების დაყენება.
ჩვენ სანამ გავდიდეთ ჩვენ წარმოებას, მანამდე ერთ-ერთი პირველები ვიყავთ საქართველოში, ვინც შემოვიტანეთ აი კანონი რომ მიიღო ევროკავშირთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ ენერგოსისტემაში ჩართვის საკითხი ნეტო მრიცხველი ერთ-ერთი პირველი ჩვენ დავაყენეთ. ახლა მაშინ ჯერ კიდე არ იცოდნენ, აი აქამდე ჩვენი ენერგია საკმარისი იყო, ჩვენ ცოტა გავიზარდეთ მერე და ეხლა დამატებული ვაქვს უბრალოდ ჩართვას ვახდენთ, გადატანას და შეცვლასაც ვახდენთ ზოგი პანელების. აი ახლა ხდება მაგ პროცესი. აქედან შემოდიან თანამშრომლები, გარდიობები აქვთ, საი პროცესებდებიან და გადმოდიან მე. რამდენი ყავთ დასაქმებული ამ ეტაპზე? ახლა ამ ლოკაციაზე დაახლოებით 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამ ლოკაციაზე, ამას ემატება დისტრიბუცია და სხვა ჯგუფები, ემატება ამას დროებით სეზონური თანამშრომლები და 500-ზე მეტი დაახლოებით. 500-ზე მეტი. თემა არის ისეთი, რომ დაიწყო 2000 კაცი რომ მონაწილეობს ამ პროდუქტის ბოლომდე შექმნაში. წელ ჯაჭვში შრომატევადი საქმე არის. ჩვენ ხო ქიმიას არ ვიყენებთ, დაწყებული სარეველები და დამთავრებული შეფუთვის ფრათ მექანიზირებული რაც არ არის, აუცილებლად გვიხდება ადამიანის შრომის გამოყენება და ადამიანის ხელის გამოყენება ძვირად არც ისე. მით უმეტეს ბოლო პერიოდში საკმაოდ მოიმატა. ეს არის ყველაზე მეტად პოპულარული პროდუქტი. სალათი, მიქსი, გამზა პროდუქცია უკვე გამოყენებისათვის. გარეცხილი, ეს გვაქვს ხახვი, გვაქვს სალათის ფოტოლი, ხახვი, ოხრახუში და რუკოლა. რუკოლა. მაგრამ სადაც რუკოლას ვიღებთ უკვე არის ჯგუფი რომელსაც რუკოლას არ ითხოვენ, იქ ქინძი ენაცვლება. რუკოლას ასვლის ქინძი. ეს 4 კომპონენტისგან შედგება. ანუ სასალათეთ არის გამზადებული და ფაქტიურად. გეჩ ქართული გემოს მიხედვით სალათი არის გამზადებული. პროცესი იქედან იწყება, აი ყველა ეს 4 სვაკუმში. ეს ხოვნები არის ესე დიდი შეფორეკა. ხორეკა სისტემის. ბატონო. ხო, ხორეკასთან ჩვენ მუდმივად უბრალოდ ვიყავით არ ვადებდით ბევრი წლების მანძილზე. ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვინდოდა ჩვენი მომხმარებელი და მათი მომხმარებელი შეგვეყვანა ქსელურ მარკეტებში, სადაც უფრო პოპულარულები ვიყავით. რესტორანში მაგალითად რაღაცას ამზადებს და რამდენი ადამიანი უნდა დაიქირაოს ამისთვის, რომ გარჩევაზე მიიღოს ეგ რა გამზადებული. სახში ვეზარება ამის გარჩევა. ქსელურებს თავის პირველადი ნახევარი ფაბრიკატები, ხო ისინი თითქმის გააჩერენ თავიანთ წარმოება გააჩერეს და უკვე იყენებენ ამას ყველაფერს, რომ იდენტიფიცირებულია, აწერია კიდე წარმოება ყველაფერი და ამიტომ დაცულებიც არიან. ქსელური მარკეტებს იქეთ უკვე სასტუმროთა ქსელებს და სარესტორნო თემებს მოეთხოვოთ სერტიფიცირებული პროდუქტი. მაგრამ ვერ იქნება, ვერ დანერგავენ სტანდარტებს, ვერ ექნებათ ეს ISO და ვერ ექნებათ HACCP, თუნდაც პროდუქცია ჩაიბარონ იმ ფორმით, გარეცხილი ფორმით და მიიღონ აი ეს ასეთი ფორმით. აი ერთი ჩვენ ვიღაც წარმოდგენილია და იშვიათია, რომ სადმე ნახოთ რომელიმე ბაზარზე ამ ხარისხის პროდუქტს და თანაც ნახოთ ისე, რომ პროდუქცია იყოს გასუფთავებული და გაცილი. აი ხორეკაც ვერ განვითარდება თუ არ გაჩნდა ეს რგოლი მიმწოდებელი. ხო, სულ წუწუნებს ყველა ხორეკა, კაფე, რესტორანი, რომ არ გვაქვს კარგი პროდუქცია, გვიჭირს მომწოდებლებში რა. ეს ყველგან აგერ ბატონო. ჩვენ ბოლო პერიოდში ავამუშავებთ მიწოდების სერვისიც და რაღაც ნაწილში უკვე ამ საკითხის ამოქოქვასაც ვახდენთ. მოკლედ მეგობრებო, მწვანილზე არსებობს, უნდა წავიკითხო, ბევრი მითები და მოსაზრებები, მოკლედ მე რაც გამიგია და არ გამიგია ამოვკრიფე და მოდით გავარკვიოთ და გადავამოწმოთ ჩვენს მასპინძელთან და დავამსხვრიოთ ეს მითები. მოკლედ წაგიკითხავთ და თქვენ გითხარით მართალია თუ ტყუილია რა. პირველი მითი, მწვანილი ყოველთვის სუფთა და გარეცხვა არ სჭირდება. რამდენად მართალია? არ არის მართალი. თუ კი დახურულ გრუნტშია მოყვანილი, შეიძლება ვთქვათ, რომ შესაძლებელია მივირთვათ. თუ კი ღია გრუნტშია, ბუნებას ვერ ვენდობთ დღეს და ვერ ვიქნებით დაცული. ანუ მაინც უნდა გავრეცხოთ. მაინც უნდა შევეცადოთ, მაგრამ თუ კი იდენტიფიცირებული არის შეფუთვაზე, რომ შესაძლებელია გამოყენება გარეცხვის გარეშე, რაც ჩვენ გვაქვს დატანილი, ნაწილზე რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ კვებისათვის გარეცხვის გარეშე, შეიძლება გამოვიყენოთ. სადაც არ არის მინიშნებული, მითითებული დატანილი, იდენტიფიცირებული, რომ გარეცხვის გარეშე შეიძლება არ გამოვიყენოთ, უნდა ვთქვათ უარი. მოკლედ მეგობრებო, ეგ არის მითი, ყუილია, გარეცხით რა. მარტივად თავი რომ დაიწყო. მეორე მითი. სათბურის მწვანილი ნაკლებად ბუნებრივია.
ბუნებრივი შეიძლება იყოს და არაბუნებრივი შეიძლება იყოს. გააჩნია რა წესით მოკლავს. კი ბატონო, დღეს რაც ვნახეთ, მეგობრებო, თქვენი თვალით რაც ვნახეთ, ფაქტიურად ბუნებრივი გარემოა ის შექმნილი, რაც ჭირდება მცენარეს, რომ სწორად განვითარდეს და იყოს ჯამთელი, ხო? ჩვენ ვიოლებთ უბრალოდ სიტუაციას, რომ დაავადებების, მავნებლების და ასე შემდეგ ბრძოლისათვის ნაკლები საშუალებები გამოვიყენოთ როგორც ქიმიური, ისე არაქიმიური და ბუნებრივი, როცა სათბურში მოკლავს ბოსტნეული. მესამე, მწვანილი მხოლოდ გემოსთვის არის. არა, მხოლოდ გემო აუცილებელია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი საჭიროებს იმ ელემენტებს, რაც მწვანილში არის. ანუ ფუნქციური საკვებია. ფუნქციური რა, აუცილებლად მისაღები აქ მე ხა ამოვიწერე, ესე იგი შეიცავსო ვიტამინების წყარო, A ვიტამინი, C ვიტამინი, კალიუმი, ანტიოქსიდანტები შემცველია და სასარგებლო ყოფილა მონელებისთვის. მეოთხე მითი, მწვანილის ბიზნესი მარტივია. სრულიად. აი რა არის ყველაზე დიდი სირთულე თქვენს ბიზნესში? პირველი, ცოდნა ძალიან ცოტა არის ამ სფეროში. ძალიან ცოტა სპეციალისტები მზადდება ქვეყანაში. ძალიან ცოტა სპეციალისტებია მაღალკვალიფიციური და მუდმივად ძებნაში ვარ. აი იქ სადაც ადამიანის რესურსი ნაკლები ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად, ყველა თემა ბოლომდე რთულად არის მისაყვანი. მათ შორის აგრონომებში. განსაკუთრებით აგრონომებში. ეს რომ მარტივი არ არის მეგობრებო. შემდეგი, ერთხელ დათესაო და სულ მოდის. ამაზე რას გვეტყვით? ერთხელ დათესით სულ ვერ მოვა, მაგრამ ერთხელ დათესავ და მიგაჩვევს რაღაც აზარტი შეგიყვანს, სულ დათესავ და სულ მიიღო. ხო, ესეც განახეთ, როგორ ხდება მოსავლის აღება და როგორია ციკლი, ასე რომ სულ დაახლოებით შეიძლება ეთქვა ჩვენი შემოდგომა სამთრის პერიოდი 6 თვიანი მონაკვეთი, ერთი მცენარისგან შეიძლება თუ კი ვიტყვით ამ ფრაზაში, სულ გვაძლევს გაზაფხულამდე. აჰა. ესე იგი ერთი მცენარისგან 10-12 შეიძლება დაკრიფო ფოთოლი, კამა, ოხრა, მწვანილეული ამაზე ვაბარებ. აი, ნაწილობრივ მაშინ ნაწილობრივ სიმართლეს შეიძლება ჩავთვალო. შემდეგი, რაც უფრო დიდია ფოთოლი, მით უკეთესია. არა, ყველაფერს თავის ზომა აქვს. სტანდარტი გვეუბნება, რომ პირობითად დაფასოების დროს ყველა სტანდარტი ამას ამბობს, უნდა იყოს 16-18 სანტიმეტრი ფოთლის სიმაღლე. ეს სტანდარტი არის, რაც დიდი ახლა მეტრიანი თემა არ გამოგვადგება. ამიტომაც ყველაფერს თავის ზომა აქვს და ნორმა აქვს. მოკლედ, მეგობრებო, თქვენ რომლის გჯეროდათ, დაწერეთ კომენტარებში და რომელი მითი დაგემსხრათ. აი ეგეც დაწერეთ და თქვენი აზრიც გაგვიზიარეთ, რა ვიცი. ყველა მითს თავისი ახსნა აქვს. მითისი არ იარსებებდა რაღაც საწყისი არ კონდეს. ამიტომ ამ მითებზე აგებული ყველა კითხვა პასუხის გაცემადია, თუკი მივალთ იმ ადგილამდე, რომ ადამიანი ჩაერთვება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მონაწილეობაში, რომელსაც ჩვენ ფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდში კარგად ვავითარებთ, მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის, რომლებიც შეიძლება ითქვას პრაქტიკულ ცოდნას ღებულობენ ჩვენს კომპანიაში, მოდიან, ეცნობიან ამას ყველაფერს, ნაწილი სახლში მიაქვთ, ცოდნის ნაწილი, რომელსაც გვიბრუნებენ და ჩვენ ფულს ვიხდით ამ ყველაფერს. რაც ახალია დედამიწაზე ქვეყანაში, ტექნოლოგიების კუთხით მუდმივად ვცდილობთ იმას, რომ ადამიანები სწორად დროულად იღებდნენ ამ ინფორმაციას. ამიტომ თავიანთ მეურნეობებში, ვისაც კი თავიანთ მეურნეობები აქვს, პატარა მეურნეობები, ჩვენ პარტნიორი ფერმერები, მუდმივად ღებულობენ აქ ამ ინფორმაციას ტრეინინგ ცენტრში, მათი მომზადება, გადამზადება ხდება. ამასთან ერთად ახლა დავიმატეთ კიდე მოსწავლეთა აღზრდის საკითხები, რომელიც ეხება მწვანე ცხოვრებას, ეხება მწვანე გარემოს, ეხება იმ საკითხებს, რაც ბუნებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ბავშვები, რომლებიც აქ მოდიან, დიდი გულისხმობით ნახულობენ კიდეც, ღებულობენ კიდეც ამ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ მონაწილეობას და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ იმ მისიაში, სადაც ვიძახოდით, რომ მხოლოდ ეს ბიზნესი არ არის ჩვენთვის ამასთან ერთად შემეცნებითი ხასიათის თემები უნდა წამოვწიოთ წინ, აი ბოლო პერიოდში ამას აქტიურად ვახორციელებთ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმ აუცილებლობას, რომ მომავალი თაობა აუცილებლად ბუნებასთან სიმჭიდროვეში უნდა იზრდებოდეს, თავისთავად უნდა ღებულობდეს ყოველგვარ შესაძლებლობას იმისას, რომ მათ გაუჩინოთ ინტერესი სოფლის მეურნეობაში ჩართულობისა. დღეს საქართველოს ძალიან ჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც ჩართულები იქნებიან სოფლის მეურნეობაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინტერესი კონდეს და გარდობისათვის კონდეთ, არამედ ბიზნესათაც აქციონი ყველაფერი და შორს არ არის ყველაფერი. ჩვენ ვიცნობთ ფერმერები იყვნენ ზუსტად და არა გლეხები. აი ზუსტად მაგას ვამბობთ ყოველთვის ყველა ვიდეოში, რომ გლეხი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს კვებავს და ოჯახს. კი ბატონო. და ფერმერი უკვე კვებავს არა მარტო ოჯახს, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს. კი ბატონო. და არის როგორც ბიზნესი და ჩვენ გვჭირდება ბევრი ფერმერი საქართველოში. ჩემ თავსაც და ჩემს შვილებსაც ვაჯერებდი მუდმივად იმაში, რომ პირობითად ჰოლანდიაში თუ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს ბიზნესის კეთება სოფლის მეურნეობაში, რითი ვარ მე მასე ნაკლები. ის თუ
გავაკეთებს, მე რატო ვერ გავაკეთებ? თუმეტეს რომ ბუნებრივი რესურსებს თუ გაცილებით შეადარებ, მეტია. მიდგომა არის უბრალოდ ზოგადად შესაძლებელი კი არა დასახვეცი თუნდაც იმ კუთხით რომ ჩვენ როცა ვიხდება ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობა, იმდენად ინტერესიანები არიან. აი საწყის ეტაპებში, ოღონდ როგორც ფეხბურთში არის, ხო იცი? 16-18 წლამდე რომ ძალიან მაგრები ვართ და მე რაღაცეები გვეკარგება, აი კი კარგებიან ისინიც. ერთს რთულია რომ ამ სისტემაში სადაც შეიძლება ითქვას, სად ყველაფერი დალაგებული არ არის თავისი სეგმენტების მიხედვით, აქ უჭირთ ხوارჯობია იოლი გზა მოიძიონ ცხოვრების გზის გაგრძელებისა და არადა ძალიან იოლად შეიძლება რომ საქართველოს ნამდვილად აგრარული ქვეყანა იყო, არის და უნდა იყოს ტექნოლოგიების კუთხითაც კი. მოკლედ მეგობრებო, მე მგონი იმდენი ინფორმაცია მოგაწოდეთ, საჭიროზე მეტით შეიძლება. ვთქვათ, არხი რო განვითარდეს და ესეთი მსგავსი ვიდეოები ბევრი შემოგთავაზოთ, გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. მოკლედ ჩვენ გვაქვს ეგეთი პროექტი. ყოველ 100 გამომწერზე ვგავთ, ანუ პირობა დავდეთ, რომ დავრგავთ 1 ხის ნერგს. 7000 გამომწერია YouTube-ზე, 33000 გამომწერია უკვე Facebook-ზე. აქ საუბარია YouTube-ის გამომწერებზე. შესაბამისად 70 ხე, ანუ ჩვენი მიზანი იყო, რომ თქვა აპრილის ბოლომდე ავსულიყავით 15000 გამომწერზე და დაგვერგო 150 ხე. ეხლა რამდენიც გამოიწერთ, გააქვთ კიდე დრო, ამიდები გვაძლევს საშუალებას, დავრგავთ იმდენ ხეს. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ეხა გადავინაცვლებთ სუფრაზე. რამეს ხო არ ეტყოდით ჩვენს მაყურებელს? გამოვიწეროთ ეს არხი. გამოვიწეროთ. მნიშვნელოვანი არის მით უმეტეს ჭირდება ჩვენ ადამიანების გამოჩენა, რაღაც ლოკაციების გამოჩენა, რომ კიდევ ერთხელ ყველას უთხრათ, რომ ჩვენ იჭიერი ხალხი ვართ და შეგვიძლია ბევრი კარგი საქმის კეთება. ამიტომ გამოვიწეროთ ეს არხი, ბევრ რაღაც სიახლეს ვნახავთ. ჩვენ ვსვავთ მანავის მწვანეს, რომელიც დაყენებულია აქ ალტუბოში, მარანში და არის ნატურალური. რა ეგრევე მოდის გარგარის არომატები. ჩვენი პარტნიორი ფერმერებისგან მანავიდან გვაქვს ძირითადად იმერული ღვინოები, იმერული ყურძნისგან წარმოებული ღვინოები, მაგრამ მანავს და ამ კუთხეს განსაკუთრებული პატივით ვეპყრობთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სოფლის ევოლუციის მუზეუმის ერთ-ერთ პატარა ლოკაციაზე, სადაც ჩვენი კომპანიის ძირითადი საჩვენებელი ადგილად გვაქვს წარმოჩენილი კერა, სახელად კერა და ამ ადგილიდან მინდა ვადღირძელო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. მინდა ვადღირძელო ის და გავიმეორე ხმამაღლა, რომ ჩვენ იმ გონისანი ვართ, სადაც სხვანაირად არ შეიძლება. ტრადიციები, სუფრა, სტუმართმოყვანილობა აუცილებლად გენში რაც გვიდევს, ის უნდა განავითაროთ. ამიტომაც აქედან ქართულ გენს გავუმარჯოს, საქართველოს გავუმარჯოს და ჩვენ სამშობლოს ღერძელობა და წარმატება ვუსუროთ აი აქედან ამ ადგილიდან. გაიხარეთ. გაუმარჯოს. ამ კერადან მინდა ვადღეგრძელო ჩვენი ქვეყანა, გისურვოთ პირველ რიგში ჯანმრთელობა და იმის განწყობა, რომ ყოველ დილით როცა ადგებით, გქონდეთ ყველანაირი იმის შემართება, იმედი, რომ ყველაფერი იქნება მაგრად. გაგიმარჯოთ იმ ხალხს, ვისაც საქართველო უყვარს. მოდი ესე ვიტყვი. ყველას გაუმარჯოს, რა თქმა უნდა. გაგიმარჯოთ მეგობრებო და აბა თქვენიცით. ფონიც ისეთი შეიქმნა, ხო? მუსიკის ფონი. ფონიც ისეთი შეიქმნა. მადლობა მოკლედ მასპინძლობისთვის და აბა დაგიბრუნდებით უკვე სხვა ვიდეოთი. აბა კარგად იყავით. წარმატებები. წარმატებები.